კითხვა-პასუხის ეტაპი, სასამართლო დაუსვამს კითხვებს მოსარჩელი მხარეს და მოპასუხე მხარეს. კითხვების დიდი ნაწილი დაისვა წინა სხდომაზეც, ახსნა-განმარტების ეტაპზე ჩვენ პარალელურად კითხვებიც დავსვით, მოვუსმინეთ სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს, ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, თქვენც მოისმინეთ ერთმანეთის პოზიციები, შესაბამისად სასამართლოს მაინც გარკვეული კითხვები დარჩა მხარეებთან, ამ შემთხვევაში მე როგორც მომხსენებელი მოსამართლე პირველ რიგში მიმართავ მოსარჩელე მხარეს, ბატონი კახა წარმოადგენს მოსარჩელე მხარეთა პოზიციას. ბატონო კახა, კითხვა ჩემი იქნება ასეთი, თქვენ მოусმინეთ რა თქმა უნდა მოპასუხე მხარესაც, მოусმინეთ ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, მათი მხრიდან გაცხადებული იგივე არგუმენტებთან მიმართებაში, რომელიც ეხებოდა თუნდაც შესაძლებელ ჯგუფებთან დაკავშირებულ საკითხებს, ხო? და მათ მიუთითეს, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ასე ვთქვათ, დიფერენციაცია ამ შემთხვევაში არა ერთი და იმავე, ასე ვთქვათ, ჯგუფს შორის მიმდინარეობს, არამედ ეს შესაძლებელი ჯგუფები არიან რეალურად სხვადასხვა მდგომარეობაში და არ არიან იდენტური ეს ჯგუფები, რამე თუ, ასე ვთქვათ, სხვა რეგულაციები მოქმედებს ამ შემთხვევაში ბანკების მიმართ, სხვა რეგულაციები მოქმედებს ეგრეთ წოდებული კერძო მევახშეების მიმართ, ანუ თავად ეს ორი ჯგუფი მათ გამიჯნეს, ეს გარკვეულწილად გამიჯნა თვითონ ეროვნულმა ბანკმაც, რომ თვითონ ის სუბიექტები, ვისაც მიემართება ამ შემთხვევაში სადავო ნორმები, ანუ გამსესხებლები, ერთის მხრივ არის ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებული სუბიექტები და მეორე მხრივ ის წრე, პირთა წრე, რომელიც ასევე მონაწილეობს ამ სესხების გაცემაში, თუმცა ისინი ამ რეგულაციებს არ ექვემდებარებიან და გარკვეული, ასე ვთქვათ, განსხვავებული მოწესრიგებაა, ასე ვთქვათ, კანონის მხრიდანაც. აი ეს განსხვავებულობა, რომელიც წარმოაჩინა მოპასუხე მხარემაც, წარმოაჩინა რადოზითაც წარმოაჩინა ეროვნულმა ბანკმაც, თქვენი არგუმენტები, რომ ასე ვთქვათ, იდენტურად უნდა დავინახოთ ეს, ასე ვთქვათ, და არა სხვადასხვა ჯგუფებად. ეს არგუმენტი ისევ ძალაშია, რაც არჩელშია მითითებული, თუ უფრო მკაფიოდ და ნათლად რომ დაანახოთ, ეს შესაძლებელი ჯგუფები რამდენად არიან აბსოლუტურად იდენტური, თანაბარი, მოდით ესე გითხარით და დიფერენცირებული მოპყრობა თუ არის, მაშინ კონკრეტულად კიდევ ეს რა მიგაჩნიათ ამ დიფერენცირებულ მოპყრობაში პრობლემურად და რატომ არ არის ეს რაციონალურად გამართლებული მაგალითად. ანუ ერთი ის რომ რატომ არიან იდენტური ეს შესაძლებელი ჯგუფები, რატომ მიგაჩნიათ რომ არიან იდენტური და უნდა იყოს თანაბარი მოპყრობა და მეორე მხრივ თვლით რომ არის დიფერენცირებული და არათანასწორი მოპყრობა, ეს მაშინ რატომ არ მიგაჩნიათ იმ არგუმენტების გათვალისწინებით, რაც მოვისმინეთ ჩვენ ეროვნული ბანკისგანაც და მოპასუხისგანაც, რაციონალურად და დაუშვათ რატო არ შეიძლება იყოს გამართლებული. იმიტომ რომ თქვენ თვითონ მოგეხსენება და სარჩელშიც უთითებთ, რომ ყველანაირი დიფერენციაცია იმთავითვე არ ნიშნავს მოგეხსენებათ უთანასწორო და დისკრიმინაციულ მოპყრობას, ხო? თუ ამას აქვს გამართლება, რაციონალური საწყისი, შესაძლებელია ეს იყოს დასაშვებიც. აი, თუ სწორად გაიგეთ, ანუ რა გვაინტერესებს, კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ სასამართლოს. ადგილიდან შეგიძლია. კი ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონო მოსამართლე. ის რომ ასე ვთქვათ, ერთი და იგივე ჯგუფს მიეკუთვნებიან და გამსესხებლები არიან ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი და არარეგულირებადი სუბიექტებიც. ცალსახაა, ასევე ცალსახაა, რომ პრობლემების ის ნაწილი, რომელიც რეგულირებას მოითხოვს, ამაზე აქ პარლამენტის წარმომადგენლებმაც დაადასტურა, მაგალითად, სესხზე პროცენტი ერთ ჯგუფშიც მოითხოვს რეგულირებას, მეორე ჯგუფშიც მოითხოვს რეგულირებას. ქონების ჩამორთმევა რო არ მოხდეს უსამართლო წესით მესაკუთრეებისთვის და მოვალეებისთვის ერთ ჯგუფშიც მოითხოვს რეგულირებას და მეორე ჯგუფშიც მოითხოვს რეგულირებას. თქვენი შეკითხვა მე ესე მესმის და ამაზე აქცენტი გაკეთებული იყო როგორც პარლამენტის წარმომადგენლის ზეპირ სიტყვაში,
ასევე საბანკო ლობი დიდი, ასე ვთქვათ, დოკუმენტაციით იქნა წარმოდგენილი და მათ მიერ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაშიც არის ორი ძირითადი არგუმენტი, რაც მე დავინახე, რაზეც ისინი მიუთითებენ, რატომაც არ უნდა იქნეს ერთი და იგივე რეგულირება გავრცელებული ამ ორ ჯგუფზე, ანუ რეგულირება და არარეგულირება სუბიექტებზე და რატომ შეიძლება იყოს ლეგიტიმური ის განმასხვავებელი ნორმა, რომელიც არის კანონში ჩადებული. პირველი არის ის არგუმენტი, რომელიც უფრო ეს ბანკების ასოციაციის წერილში არის, თუმცა ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის წარმომადგენლის ზეპირ სიტყვაშიც, რომ ბანკებს და ფინანსურ ინსტიტუტებს გააჩნიათ განსხვავებული დანახარჯები, განსხვავებული კორპორატიული მოწყობა და აქედან გამომდინარე მათი განაკვეთები შეიძლება იყოს საბოლოო პროდუქტზე განსხვავებული და ისინი არ უნდა იყვნენ თანაბარ კონკურენტულ ვითარებაში არარეგულირებულ სუბიექტებთან. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რომ მოვაცილოთ ეს ტერმინოლოგია, ბანკს უფრო ძვირი უჯდება სესხის გაცემა, $1000 გაცემა, იმიტომ რომ შენობა აქვს, თანამშრომელი ყავს, რავი პარკინგი აქვს, კიდე მილიონი სერვისი აქვს და უფრო ასე ვთქვათ, კოხტად გასცემს ამ სესხს, ვიდრე მებაღშეს, რომელიც პირდაპირ ჯიბიდან ამოიღებს ამ $1000 და პირდაპირ მისცემს მოვალეს. ეს წერია ბანკების ასოციაციის დოკუმენტში, რომელიც იქნა წარმოდგენილი ჩვენს წინაშე, თუმცა ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა მე ვფიქრობ არაჩვეულებრივი ჩვენება ქვია თუ როგორ ქვია ახსნა განმარტება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც დაადასტურა, რომ პირიქით ეს რა თქმა უნდა მე ისედაც ვიცოდი და ყველა ასე ვთქვათ კეთილსინდისელი ადამიანმა ისედაც ძალიან კარგად იცის, რომ ათადად და ბაბადად მოყოლებული მევახშეებში პროცენტი მეტი არის ვიდრე ბანკებში, მაგრამ მან დაადასტურა, როგორ განისაზღვრა თავის დროზე სამოქალაქო კოდექსში ეს ნორმა. მან თქვა, რომ იყო საშუალოდ 3.5 საბანკო სექტორში ყოველთვიური პროცენტი, 4.5 იყო არარეგულირებად სექტორში, გავასაშუალოეთ ეს და გავავალეთ მე 12-ზე და მივიღეთ ის ციფრი, რომელიც არის დღეს სამოქალაქო კოდექსში. ანუ ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ არანაირი ლეგიტიმური აუცილებლობა იმისა, რომ ამ შემთხვევაში 100% ზღვარზე ვსაუბრობ ჩვენ, 100% ზღვართან მიმართებაში რეგულირებად სუბიექტებს ჰქონდეთ უფრო მაღალი ჯერი, ვიდრე რეგულირებად სუბიექტებს არ არსებობს. ეს მე შეკითხვების ეტაპზეც არაერთხელ სხვადასხვა ფორმითაც ვკითხე და არაერთხელ გაიმეორა მან, როდესაც მაგალითად შევეკითხეთ, რომ ხო არ გამოიწვევს ეს სისტემის კოლაფს, რომ აი ეს სხვა არა, მან თქვა, გარკვევით თქვა ეს და რა თქმა უნდა თქვენს გახსოვთ, რომ პირიქით ისედაც სესხების აბსოლუტური უდიდესი ნაწილი 99%-ზე მეტი ისედაც გაცემული არის ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამბობს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთში, ვიდრე ეს გათვალისწინებული არის სამოქალაქო კოდექსის ჩვენს მიერ გასაჩივრებულ ნორმაში. მეორე არგუმენტი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მოვისმინეთ პარლამენტის წარმომადგენლის მხრიდან, თუმცა ესეც ფიგურირებდა TBC ბანკის წარმოდგენილ პოზიციაში, წერილობის პოზიციაშიც არის, რა მნიშვნელობა აქვს არგუმენტი არის ვის მიერაა წარმოდგენილი, რომ სადავო ჩანაწერში არსებობს ასეთი მითითება, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია დაადგინოს განსხვავებული ტიპის რეგულირება საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით და აი დაუშვათ კანონი არეგულირებს ეს ზოგადად სამართლის სხვა დარგებში ხდება ჩვენ სამეზობლო სამართალში და სხვა შემთხვევაში, რომ აი კანონი არეგულირებს მევახშეებისთვის პროცენტს და აი ეროვნული ბანკი არეგულირებს ბანკებისა და ფინანსური ორგანიზაციებისთვის, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ძალიან კაფიოდ ჩვენ მოვისმინეთ ეროვნული ბანკის წარმომადგენლის განმარტება, რომ არანაირი კანონქვემდებარე აქტი ეროვნული ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით არ არსებობს. სხვა საკითხებთან დაკავშირებით არსებობს, მან ახსნა ფიზიკური პირების დაკრიტება. ამაზე რამდენჯერმე დავსვით ჩვენ კითხვა და კაფიოდ ითქვა, რომ რაიმე განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი დადგენილი არ არის. არ არსებობს. აქედან გამომდინარე ის, რომ მათთვის რაღაცა სხვა რეგულირება არსებობდეს, მაშინ აი ამ დიფერენციაციაზე რასაც თქვენ მეკითხებით, შეიძლება ეს არგუმენტი მიგვეღო, რომ აი ბანკებს ისედაც არეგულირებს ეროვნული ბანკი კაცო და ისიც კი მოვისმინე აქ, რომ ეგება საერთოდ უფრო დაბალ პროცენტსაც არა, ცალსახად არა, როგორც უყურთხოლმე ხა წერტილი არ არსებობს. ეხლა მე თუ პრინციპში ამ შეკითხვაზე პასუხისას უნდა გავაგრძელო, აგრეთვე რომ ჩვენ მეორე სადავო ნორმაც გვაქვს უკვე, რაც შეეხება რეალიზაციის წესს დაგირევებული ნივთებისას და ამასთან დაკავშირებით ხო არ შეიძლება არსებობდეს
ასე ვთქვათ, ეგ არგუმენტი, რომელიც თქვენ ახლა ალბათ ორივე იცით რატო სანამ გვიპასუხებთ, იქ ხო ძალიან მკაცრად არის არა გაწერილი იგივე აი ამ დაკრედიტების შესახებ დადგენილებაში, რომ აი რა პროცენტში უნდა იყოს შეფასებული, ასე ვთქვათ, უბრალოდ 90%-ის ტოლფას იმას იძლევა, ხო? და არა მაგალითად კერძო მევახშესთან შეიძლება ესე არ იყოს დათქმული. გარდა ამისა, იქ ჩვენ გითხრა, რომ იგივე პასუხისმგებლიანი დაკრედიტება რას გულისხმობსო, რომ ჩვენ არა ვართ ორიენტირებული იმაზე, რაც მან განაცხადა, რომ მაინდა-მაინც მოხდეს რეალიზაცია, ხო, იპოთეკით დატვირთული ნივთის ან გირავნობის ნივთის, არამედ შემოსავლებს აკონტროლებენ, ესე იგი ბანკები, ამ ასე ვთქვათ, რისკებს აფასებენ და შესაბამისად მათ ეკრძალებათ ისე გაცემას ესხის თუ არ შეაფასეს, ხო, ეს რისკები და ამას არეგულირებს ეროვნული ბანკი, რომ ვაკონტროლებთო ესეც გითხრეს, რომ თუ არა აქვს ადეკვატური და შესაბამის შესატყვისი შემოსავალი, სადღაც 25% თქვა, რამდენადაც მახსოვს, ანუ მეტი მან არ უნდა დახარჯოს სესხის მომსახურებაზეო, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარიგება და ეს შეთანხმება იქნება პრობლემა, ხო? შესაბამისად და ამისთვის იყენებენ სანქციებსაც, ჯარიმებს და ასე შემდეგ. მევახშეების შემთხვევაში ასეთი რეგულაციები არ არის, ხო? ანუ მევახშე შეუძლია ასე ვთქვათ, რაღაცა 90%-ის შესატყვის თანხა კი არ გასცეს, არამედ მაგალითად პირდაპირ გამიზნულად ისეთ თანხაში გასცეს, რომ რეალურად მიზანი იყოს მისი, რომ ხელში ჩაიგდოს, მოდი ასე ვთქვათ, ეს ქონება, ხო? ნუ, ყოველ შემთხვევაში რაც ეგრძალება ვერ წაიღებს იმის პირიქით. მევახშე მაგ თაღლითურ ოპერაციას ვერ ჩაატარებს, რომ მანქანა იაფად გაკეთდეს. ეთყობა არასწორად გაიგეთ ჩემი კითხვა, ანუ რას ვამბობ? მევახში არ აკონტროლებს შემოსავალი რამდენი აქვს. ანუ რამდენი აქვს შემოსავალი პირს და რეალურად ის არის თუ არა გადახდის უნარიანი. აი ამის თქმა მინდოდა. ანუ დიახ, აი უფრო მარტივად ვთქვათ რა, ანუ პოზიცია იყო ესეთი. ეროვნული ბანკი ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებით ადგენს გარკვეულ რეგულაციებს, რომლებიც საერთო ჯამში ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. ნუ ახლა ეს სწორია, არასწორია, უნდა ემსახურებოდეს, არ ემსახურებოდეს. ასეთი რეგულაციები ახლა არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, ანუ ეს ვერძე რო გადავდეთ, იმიტომ რომ ეს მუშაობს, ეს სადავთ არავის გაუხდია, ანუ ასეთი რეგულაციები და ეროვნული ბანკი აზრებს გარკვეული რეგულაციებით იმას, რომ სესხი გაიცეს იმ მოცულობით, რომ ნუ ახლა გესმოდათ გითხრენ, რომ ახლა ეს აუცილებლად უკან რო დაბრუნდება, ამის გარანტია არავის არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ გირავნობის საგნით მაინც რო იყოს უზრუნველყოფილი და ამას არ გაცდეს. და როგორც თქვეს, ამას ვერ გააკეთებენ კერძო სექტორთან მიმართებით და შესაბამისად ეს დიფერენცირების რაციონალურობა სწორედ ამით არის ახსნილიო, რომ აქ ჩვენ თვითონ ვარ ჩარეული მკაცრად ვთხოვთ, იქ არ ვერევით და რადგან არ ვერევით ამის სანაცვლოდ, აი ესეთ რეგულაციას ვუდგით, რომ შენ იცოდე, რომ რაც დაპირთე იპოთეკით ხო აი ამაზე მეც ვერ მიიღო და აი ეს შეიძლება იყოს ახსნაუდა. თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით პასუხობ ზუსტად პაციენტულ მოსამართლეებს ორი სადავო ნორმა გვაქვს და პირველ ნორმასთან დაკავშირებით რას გავიგეთ? აი ყოველ პროცენტები გავიგეთ. მეორე ანუ პროცენტზე არ არის არანაირი რეგულირება. ეხლა რაც შეეხება მეორე ნორმას. მეორე ნორმა ამობეჭ ჯერ საუბრობდით ჩვენ პროცესის დასრულების შემდეგაც ბანკის წარმომადგენლებთან და ამ დოკუმენტზეც ვისაუბრეთ და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო ეს დოკუმენტი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის მკვდარი ნორმა. რატო არის მკვდარი, ახლა კანონმდებლობის ბრალია, სასამართლო პრაქტიკის ბრალია, თუ რატომ არის მკვდარი, მეორე საკითხი არის, მაგრამ წაგიკითხავთ ამ ნორმას, როგორც არის. პირდაპირ მათთან მერეც ქონდა კონსულტაცია მე მათთან, არაჩვეულებრივი ნორმალურად, კორექტულად პოლიგონურად ურთიერთობდით. ამ ბრძანების ეს არის 1-5 პუნქტი. ეხლა როგორ ჟღერს ეს პუნქტი? ამ მუხლის მეოთხე პუნქტითა და მეცხრე პუნქტის ბ-ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, როდესაც სესხების გადახდის უნარიანობის ანალიზის გარეშეა გაწემული, სესხის გამცემი ორგანიზაციის სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება და მერე გრძელდება იგივე ფორმულირება, რაც არის სამოქალაქო კოდექსში. ვინ დაადგენს ამას რომელ სასამართლო პროცესში ასეთი ფორმულირებით, რომ სესხი
მსესხებლის გადახდის უნარიანობის ანალიზის გარეშეა გაცემული თუ არა? საერთო სასამართლოში რომ დავაიყო, ბატონო. რანაირად? ამ შეთანხმებას ხო შეაფასებს სასამართლო? ხალხოსნური, მაშინ სტანდარტი უნდა იყოს დადგენილი. გადახდის უნარიანობის ანალიზი არის ძალიან ზოგადი ფორმულირება, რომელზეც ყველა ორგანიზაცია იტყვის, რომ კი, გადახდის უნარიანობის ანალიზი ჩატარებული მაქვს. და რა, როგორ უნდა შევმოწმოთ? მე თითქმის ყოველ კვირა ერთი მინიმუმ, ხანდახან ორი ბატონო, ახლა რატო გიხსენეთ რამდენი რაღაც? ხო, მარტო გადახდის უნარიანობის ის ხო არა, აქაც ვისაუბრეთ, გამოვიკვლიეთ, რომ ეს შეიძლება პირს აქვს შემოსავალი და კარგად, ხო ამას ეროვნულმა ბანკმა რა რეგულაციებით არ უნდა დაადგინოს, ამიტომ ვერავინ ვერ დაასრულოს, ხო? აქ იყო ზოგადი მიდგომა, რომ ეს ერთი რეგულაცია კი არა, აი ხელშეკრულებებთან დაკავშირებითო პირობებს ვუდგენთო ასეთ ორგანიზაციებს, ბანკებს, სიმართლისთვის თქვა, ბანკებს ანუ სხვადასხვა მოთხოვნებს ვუდგენთ, იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ მოხმარებელთა ინტერესის დაცვა არის მათი ვალდებულება, ამ კუთხით ამ ორგანიზაციები ჩვენ გვყავს რეგულაციაში, რომელიც ანუ უფრო ამცირებს იმის რისკს, რომ უზრუნველყოფის ქვეშ გაცემული სესხი, ანუ ამაზე მეტი არ იყოს, ანუ საჭირო არ მოხდეს, როგორ თქვა, აი რაღაც იმაზე მეტად კაბალური პირობები დადგენა, ვიდრე შეიძლება ეს სასურველი იყოს, თუ ეხლა თავისუფალ ბაზარზე ხელშეკრულება კაბალური არა კაბალურია, თუ რამე შფაპირობები არ იყო, რომელიც ეხარე ძლიერად აქცევდა და რაღაცა გადამეტებულ ძალაუფლებას ანიჭებდა, რაზეც უნდა იმაზე შეთანხმდებიან, ხო ადამიანები ეს თავისუფალი ბაზარია და აი ამას ამბობს, რომ აი ამ კუთხით ჩვენ ბანკებთან შემოვდივართ, რადგან ბანკი არის ძლიერი მხარე, რაღაც პირობებს უდგენთ, რომ სესხებელი მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში იყოს, მაგრამ კერძო პირებთან ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ. ვერც ვაკონტროლებთ. ხო, ვერც ვაკონტროლებთ, ვერც ვაკეთებთ და ამიტომ ვცდილობთ რას, რომ კერძო პირებთან ისე იყოს, რომ აი ამ საგნით მაინც შემოვიფარგლოსო, ვალიო. სასამართლოს ის კი არა აქ რომ ეს ან სწორი ან არასწორია, უბრალოდ კითხვა ეს მიმართ. ეს მომხმარებელთა ინტერესი და დაცვა, ლეგიტიმური მიზანი, შემდეგ შეიძლება მომხმარებელთა ინტერესი და დაცვა იყოს ლეგიტიმური მიზანი, მაგრამ ბანკები და ბანკებთან დაკავშირებით რა რეგულაციებიც აქვს. ეგ არაფერსაც არ ცვლიდეს, ხო? შეიძლება ცვლიდეს, ანუ თქვენს მიმართ კითხვა ისაა, რომ აი ეს რომ ერთი მხარე რეგულირებადია და შედის და რაღაცნაირად პირობებს უდგენს, რომელმაც საერთო ჯამში მომხმარებელთა ინტერესი უნდა დაიცვას, მიზანმიმართულება ესაა ყოველ შემთხვევაში, მეორედან ეს არ ხდება. და აი ხომ არ შეიძლება ამით გამოვიდეთ. ძალიან უკლიკებას ხოთ, პირველ რიგში რაც შეეხება ლეგიტიმური ინტერესი თვითონ დაცვის სიკეთეს, მე მახსოვს თქვენი შეკითხვა წინასწარმაზე და ამაზე ალბათ როცა იქნება მაგისი ეტაპი, მაშინ გავცემ პასუხს. რაც შეეხება ამ საკითხს, ზუსტად ამას გულისხმობ, დიფერენცირებული იქნებოდა მიდგომა, რომ არსებობდეს ორი ჯგუფის მიმართ, ერთის მიმართ ერთი რეგულაცია, მეორის მიმართ მეორე რეგულაცია. არ არსებობს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა თქვა, რომ ორი ნორმა ხო გვაქვს სადაო. 100% განეკუთვნება. 100% დავივიწყო. კი, არც ამაზე არ არსებობს. ამაზე და რა არ არსებობს? აი ეს რომ სამხალხო კოდექსი ხო ადგენს, რომ გაიყიდა დაგირებული ნივთის შეწყდა სესხი. ამისი ალტერნატიული, აი ამ დარგის ალტერნატიული თუ დიფერენცირებული რაიმე სხვა მიდგომა რეგულირებადი სუბიექტების მიმართ არ არსებობს. თვითონ კანონი ახდენს, ხო, დიფერენცირებას. კანონი ადგენს შესაძლებლობას. ჰიპოთეტურად. იმიტომ ადგენსო, რომ ისინი არ არიან ერთ მდგომარეობაში, სხვადასხვა ჯგუფებია ესენიო და ამიტომ ექცევა კანონი ასეო. აი ესე განმარტავს. ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს ზუსტად რამდენად ლეგიტიმური არის, რატო არის ეს. განახოთ, რომ აი რატო არ არის ეს დიფერენცირების ნიშანი. რატო არ უნდა იყოს მაგალითად, როდესაც ბანკი, რომელიც ერთის მხრივ არის აბსოლუტურად სხვანაირად ორგანიზებული სტრუქტურა, აბსოლუტურად სხვა ვალდებულებებს აკისრებს ეროვნული ბანკი და სხვაგვარად ამოწმებს და სხვაგვარი კონტროლის ქვეშ ყავს და მეორე მხრივ თავისუფალი, ასე ვთქვათ, ბაზარი, სადაც ვერ შედის, ასე ვთქვათ, მაკონტროლებელი და ისეთ ასე ვთქვათ, რისკებს ისე ვერ აზღვევს, როგორც თვითონ ამბობენ, როგორც ამ შემთხვევაში. ანუ ეს თავისთავად ხო არ ქმნის იმას, ის რომ ერთის მხრივ არის ბანკი და მეორეს მხრივ არის პირი, კერძო მევახშე, როგორ არ ქმნის იმ მოცემულობასო, რომელიც
აი ამ დიფერენცირების საფუძველს მოგცემსო. ორ არგუმენტს გიპასუხებთ. პირველი რასაც თქვენ ამბობთ, რომ ბანკი არის და ნუ ასე ვთქვათ რაღაცა. ხო, და ამაში არ იგულისხმება ბადნოკახა, ხო, ალბათ ის რომ პარკინგი აქვს, ახლა თქვენ რაც პირობითად თქვი, არის ზოგადად, მაგრამ აქ ხო ამ დონეზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რამდენად იკვლევს ბანკი, აზღვევს რისკებს, რამდენად იკვლევს, რომ არის თუ არა გადახდის უნარიანი. პარკინგი მე გითხარით. დააზღვიოს, ამას იგივეს აკეთებს თუ არა, კერძო მევახშე და რო არ გააკეთოს, ვინ უნდა გააკონტროლოს და არის თუ არა ამის მექანიზმი, რომ ის გაკონტროლდეს. აი ამ საკითხებზე დავკონცენტრირდეთ, იმიტომ რომ ხა ცხადი ახლა ბანკში შეიძლება მეტი ხარჯი აქვს, ხო, რაღაცა მეტი სერვისი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში აი კონკრეტულად ვისაუბროთ სწორედ იმ ნიშნებთან მიმართებაში, რაც არის არსებითად, რასაც ხაზი გაუსვა სწორედ აი ამ კუთხით, ხო? იგივე რისკების შეფასება, აი ამ გადახდის უნარიანობის შეფასება და ასე შემდეგ. პარკინგის არგუმენტი მე არ მომიტანია ქალბატონო მოსამართლე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში არის. სიტყვა პარკინგი არ არის ნახსენები იქ, მაგრამ სასამართლოს მეგობრის მოსაზრება საერთოდ არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის, ხო? გავიგე, ნაწილობრივ პარლამენტის ახლა იმ არგუმენტებიდან პასუხობ პირდაპირ. ეროვნულმა ბანკმა და მოპასუხებდა არა ის, რა დაწერა მაგალითად TBC ბანკმა ან ასოციაციამ. მე არ მიხსენებ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას. თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით პასუხობთ, რომ რატო არ უნდა მოხდეს დიფერენცირება და განსაკუთრებით ბანკების სასარგებლოდ ამ შემთხვევაში. პირველი, იმიტომ რომ კანონი მართალია ითვალისწინებს იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა მოახდინოს სპეციალური რეგულირება და აღარ გახდეს საჭირო სამოქალაქო კოდექსით ბანკების და სხვა ორგანიზაციების პირდაპირ რეგულირება, მაგრამ ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა განგვიცხადა და მე თვითონაც შევამოწმე და თქვენ თვითონაც შეგიძლიათ შემოწმოთ, რომ ასეთი რეგულირება არ არსებობს, რაც ის დამოუკიდებელი ქვეყანა არსებობს. არ არსებობს. რო არსებობდეს ეგეთი რეგულირება, რომ ან პროცენტს, ან გირავნობის წესებს და ამ შემთხვევაში ეს ორი საკითხი გვაქვს გასაჩივრებული, ეროვნული ბანკი არ რეგულირებს, კი ბატონო, მაგრამ არ არსებობს და რეალურად გამოდის, რომ მევახშეების კლიენტები დღეს არიან უფრო დაცულები, იმიტომ რომ მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ნორმები და ბანკის კლიენტები და ლომბარდის კლიენტები არიან პირდაპირ არ მომერიდება ამ სიტყვის ქვეშ, იმიტომ რომ ბევრი მაგალითი დაგიდასტურებ ძარცვის ქვეშ, როდესაც $7,000 მანქანას $1,000 გაუყიდიან. ეს ერთი პასუხი. მეორე პასუხი ახლა უკვე ლოგიკურადაც რომც დაუშვათ ეს ერთი არგუმენტი გვერდზე გადავდოთ. შესაძლებელი იქნებოდა აი დაუშვათ კანონი რო ითვალისწინებდეს დიფერენცირებას, უფრო მკაცრი და უფრო რბილი რეგულირება ამ შემთხვევაში ისევ დაგირევებული ნივთის რეალიზაციის წესზე საუბრობ. რეალიზაციის წესი ამ შემთხვევაში რა არის, რომ ერთ შემთხვევაში შენ ნივთს რო გაყიდი, სესხი წყდება და მეორე შემთხვევაში კანონი გაზღვის, რომ არა შენ უფრო მეტად შეგიძლია რომ დაცული ხარო კიდე დამატებითი მოიცა, რომელი სუბიექტი უფრო პასუხისგებლობით უნდა მიუდგეს სესხის გაცემას, ბანკი, რომელსაც ყავს დირექტორთა საბჭო, 500 უცხოელი ექსპერტი, 600 პრობლემური განყოფილება, კომპიუტერები, თუ ის რა ქვია, ეხლა მევახშეების დამცველად მოგამოვიყვართ, მაგრამ ვიღაცა ომარი, რომელიც სადღაც ძირს არც ოფისი აქვს, არც კომპიუტერი აქვს და აი ეს კალკულატორზე ანგარიშობს. რატო უნდა იყოს ამ შემთხვევაში ბანკს უფრო არ მოეთხოვება, რომ დათვალოს, რომ როგასცა $7,000 მანქანაზე სესხი მართლაც სწორად შეეფასებინა, რომ ის $7,000 გაიყიდება, $6,000 თუ $8,000. ბანკი რატო უნდა იყოს უფრო დაცული? პირიქით, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა მოგვიყვანა ჩვენ და აგერ ამ დებულებაში ეს არის ნათქვამი, რომ ბანკმა უნდა შეაფასოს გადახდის უნარიანობა. და ბანკი თუ აფასებს, მევახშეს ხო არ მოეთხოვება წინასწარ გადახდის უნარიანობის ანალიზის გაკეთება. ამიტომ მევახშემ შეიძლება ასე ვთქვათ, შემეშალა. აი რომ მეგონა რომ ამოვიგებდი ამ ბინიდან $20,000, ვერ ამოვაკ $20,000, მაგრამ ბანკს ეს არ უნდა შეეშალოს. ჯერ ერთი იმიტომ რომ ბანკია და ამისი რესურსები აქვს და მეორე იმიტომ რომ კანონი და ეროვნული ბანკი თავისი კანონმდებლობარე აქტებით ამას ავალებს. და რა ლოგიკა არის იმაში რომ ბანკს უფრო მეტი ასე ვთქვათ შეცდომის უფლება დაუტოვოს კანონმდებელმა, ვიდრე კერძო ფერს. რას გულისხმობთ აი რომ შეცდომაში გულისხმობ იმას რომ გასცა და არ ეხო. არ ეხო. ხო, მაგრამ მაგრამ გახდა დაგვიდით აქ რა იყო, აქ რა თქმა უნდა აქ კითხვას ამაზე არ შეიძლება არსებობდეს რომ სესხი ნუ უზრუნველყოფით შეიძლება არა უზრუნველყოფილის და ვერავინ ვერ მისცემს იმის გარანტიას, ვერავის რომ სიტყვაზე უზრუნველყოფის საგანი რაც არ უნდა მიღებული იყოს რაღაცა დროს სესხი ამას არ გადააჭარბებს, ხო?
სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე ეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს. აი თქვენ რას ვთქვით ახლა აი ალუგიკური ჩასვლა მათი პოზიცია. იმათი პოზიცია რა იყო? ჩვენ ბანკებს ისე ვარეგულირებთ და ერთი რაღაცა აგძე კი არის საუბარი. ანუ სხვადასხვა რეგულაციებზე, რომელიც საერთო ჯამში მივყავართ იმამდე, რომ არ ხდება რომ თუ კი დადგა დღის წესრიგში ჯერ არავის არ უნდა ხო? საერთოდ რეალიზაციამდე მივიდეს საქმე, ყველას თავისი პროცენტი უნდა, თავის სარგებელი ხო? ბიზნესია ეს. მიზანი სარგებლის. ხო, ესაა, ხო გინდა მევახშესთან, გინდა ბანკთან. ანუ ამ ურთიერთობის მიზანი ესაა. მაგრამ თუ კი აქ მაინც მივედით, ხო? ეროვნული ბანკის პოზიცია იყო, რომ ჩვენი რეგულაციები იძლევა შესაძლებლობას, რომ ბანკებთან მიმართებით ესეთი შემთხვევა იყოს ცოტა. თორე აქაც შეიძლება იყოს, ახლა ეგეთი რომ ბანკთან გამოირიცხოს, მაშინ რაში ჭირდება, ხო, საერთოდ ესეთი რეგულაცია და საერთოდ უმიზნო იქნებოდა, ვეთქოდით, რომ აგეთ ისეთი რეგულაციები გაქვთ, გამორიცხავს იმთავითვე, რომ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შემდეგ კიდე რაღაცა მოთხოვნა დარჩეს და მაშინ რატო აკეთებთ ამას? არა, ეს კი არ გამოურიცხია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს. თქვა, რომ აქ ისეთი რეგულაციები გვაქვს. უკვე პრაქტიკაში ესეთი შეფრთხილება ცოტა გექნება, ხოლო კერძო პირებთან მიმართებით ჩვენ არ ვიცით რა ხდება. ისინი რა ტიპის ხელშეკრულებებს დებენ და ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს ბევრი. ანუ ეს და ანუ ახლა თქვენ თუ ამას კითხვა ესაა ჩვენი რომ ეს არის თუ არა თქვენი აზრით რაციონალური ახსნა თუ არ არის. თუ კითხვა ბუნდოვანია შეგვიძლია კიდევ ბუნდოვანი არ არის, უბრალოდ როგორ გამოდის, იცით ბატონო მოსამართლეო. ეროვნულმა ბანკმა ნუ მხარი არ არის, მაგრამ პარლამენტმა შეუძლია ცნოს სარჩელი და თქოს, თუ ისედაც უკეთესი რეგულაციებია. გამოდის რომ ამ სარჩელის დაკმაყოფილება მათთვის რეგულირების წესებს არ გაამკაცრებს. გამოდის რომ ისინი უფრო მკაცრად არეგულირებენ ისედაც თავიანთი რეგულირების და სხვა შორის თქვა კიდევაც ეს ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში და ამასთან დაკავშირებითაც თქვა. მე მითხრა რომ მე უთხარი რომ აი ესე $7,000 მანქანებს $1,000 ყიდიან და მოგწერეთო და ჩვენო რაღაცა ჩვენში და ბანო ხა აი ეს კიდე ერთხელ გაიმეორეთ და ამიტომ მინდა რომ ჩაგეკითხოთ. ანუ $7,000 ეს არის შეფასებული ალანი ექსპერტით და ღირს ამდენი, ხო? ეს ხო ისე არ იყიდება ალბათ აუქციონი ტარდება ასე შემდეგ. არა? არა, საქმეც ამაში არის მოზრაულ ნივთებზე რაც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს აუქციონის სავალდებულო არ არის. გავიგე, მაგრამ ეხა ჩვენ ხო გაყიდვის წესებზე არ ვდაობთ აქ. გაყიდვის წესებზე არ რატო იცით ეხა ის რომ რაღაცა ნივთი არასწორად გაიყიდა ან რაღაცა იქ ეს რეალიზაციის წესში იყო პრობლემა და ამიტომ გაიყიდა $1,000 და არა $7,000 და შესაბამისად $1,000 ვერ დაფარა მაგალითად სიტყვაზე $7,000-იანი სესხი, ხო? დავის საგანს ხო ვერ გავცდებით ჩვენ, არა? ფაქტი ნახეთ, პრობლემა რაშია, რომ პირმა აიღო სესხი ბანკისგან და ვერ დაფარა, ხო? ფაქტი ის არის, რომ ვერ დაფარა. ეხლა მიდის ბანკი უკვე იქამდე, რომ მიძულებით მოახდინოს რეალიზაცია ან გირავნობის საგნის, ან იპოთეკის საგნის. აქ ასევე გვითხრა ერთ-ერთ ასე ვთქვათ, მოდი დავარქვათ ლეგიტიმურ მიზნად რა, რომ ბანკი ხო არ არის მარტო კრედიტის გამცემიო. ბანკს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, რომ ის მიანაბრეები, ბანკის ფუნქცია ეგ არისო, ხო, რომ ან გასცეს სესხი, იქიდან მიღებული პროცენტით, ასე ვთქვათ, მიანაბრეები ასარგებლოს. მაგ არგუმენტი გამორიცხა ეროვნულ ბანკმა კითხვა პასუხის დროს. არა, ნახეთ ფინანსური ნახეთ ვიდეო ჩაწერში არის და საერთოდ არანაირ პრობლემას არ შეუძლია. არა, ბანოკახა, ის რომ ბანკმა რაც გასცა და რასაც გულისხმობდა რომ პროცენტით უკან დაებრუნებინა. ეს რომ დაიბრუნოს, ეს მისი ლეგიტიმური მოთხოვნა ხო არის. ეს კითხვა ადრეც დაისვა რომ რაც გაიცა, სესხი რაც გაიცა და რაც უნდა მიეღო უკან თავის სარგებლით პროცენტით. ეს მოთხოვნა ლეგიტიმური არის თუ არ არის ბანკის მხრიდან? რომ აი მევახშისთვის თუ ზოგადად აყენებთ თქვენ ამას რა ვიცი საკუთრების თუ რაღაცის უფლებასთან მიმართებაში, მაშინ მევახშისთვის რატო არ არის? ანუ აღებული ვალი უნდა დაბრუნდეს თუ არა, მარტივად რო. ფორმას გააჩნია, ხალბატონო მანო. თქვენ რო ეხა წინ ლეპტოპი გიდევთ და $1,000 რომ მომცეთ მე. და შევთანხმდით ასე რომ $1,000 უნდა მოგცეთ. ვერ მოგეცით ეს $1,000 და შევთანხმდით და დაგიბრუნეთ ლეპტოპი. და თქვენი ზახით რო უცი რა კახა, აი ესეთი წესები არის.
ეს $1000 კი აღარ მიღირს მე ხა, მიღირს $100 და $900 ფულად დავამატე. ანუ ნახეთ ისე ვიტმივდივართ ბატონო კახა რომ რეალიზაციის წესში თუ რამე პრობლემა აი თქვენ ბრძანეთ ხო აუქციონით კი არ არის რაღაცა სხვა წესით არის ან შეფასების შეიძლება კრიტერიუმები წესები არასწორი ჩვენ ამაზე ახლა ხო არ ვდაობთ ჩვენ ზუსტად იმას დავის საგანი რა არის ბატონო კახა დავის საგანი არის რომ კანონით არის დაცული სიკეთე ის რასაც მე ვამბობ თქვენ ხო ბრძანეთ რომ 1000-იანიო 7000-ად ისა 7000-იანიო 1000-ად გაყიდაო ხო და ის რომ 7000-იანი შეიძლებოდა 7000-ად გაყიდულიყო. ხო. ესე იგი რაღაცა იქ გაყიდვის და რეალიზაციის წესში ხედავთ პრობლემას, თუ არ ხედავთ? არა, რატომ არ არის მაშინ კითხვას გისვამ? 7000-იანი რატო არ გაიყიდა 7000-ად? ხო და კანონი ამიტომაც ადგენს ზოგადი წესი, ჩვენ ხო გვაქვს ზოგადი წესი და გამონაკლისი. ზოგადი წესი ამბობს რომ შენ რამდენადაც გინდა გაყიდე, ოღონდ შენი რისკია. გინდა აუქციონზე გაყიდე, მე ვახშერო ხარ. გინდა შავ ბაზარზე გაყიდე, გინდა რუსთავის შენი რისკია. მაგრამ ნახე ჩვენ ხო ეხლა და ბანკისთვის ეს არ დავთ. ჩვენი დავის საგანი რა არის რომ თუ არ დაფარავს დატვირთული ნივთის ღირებულება სესხს, ვალს თუ ვერ დაფარავს, ბანკს აქვს უფლება რომ სხვა ქონებითაც ეს აიღოს, ხო? ეს არის დავის. და რატო აქვს ეს უფლება ბანკს? მაშინ როდესაც ამ უფლებით არ არის აღჭურვილი მევახშე. ხო ასე ამაზე. დიახ, ზუსტად ამაზეა. ეხლა ზუსტად კითხვა იყო ის, რომ ამ შემთხვევაში თუ ეს დიფერენცირება და თქვენ ამბობთ რომ არის და დაუშვათ ეს გაიზიარა, ხო, სასამართლოზე მიიჩნია, კი ბატონო, დიფერენცირებული მოპყრობა. ეხლა არის კითხვა. რატომ არ უნდა მიიჩნიოს სასამართლო? ჭირდება თქვენგან არგუმენტები, რომ ეს დიფერენცირება, თუ ეს არის დიფერენცირება რატომ არ არის რაციონალური? აი ეს კითხვა. მე თვითონ მაქეში თქვა, რატო არის საერთოდ დიფერენცირება? აი ერთადერთი არგუმენტი რაც ეწერა და ეროვნულ ბანკმა გამორიცხა დიფერენცირება შეიძლება იყოსო და ალბათ თქვენც გქონდათ ეგ თქვენს მოსაზრებაში და ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს ეხებათო ვაიმე ბანკს რაიმე დაიმართოს ქვეყნის ეკონომიკასაც რაიმე არ დაიმართოს ხო ყველას გვაქვს ხო ფულად მე ვახშეს რომ რაღაცა დაიმართოს ნაკლებად გვადარდებს მაგრამ დაგვამშვიდა ამაზე არა ბატონო ხა არისო ეს აქ ეს მაშინ სხვა რა არგუმენტი არის დიფერენცირების მე არ აი კიდევ ერთხელ მოდი და ბოლოზე დავამთავრე არა გადარწმუნება კი არა ასას არა მესმის თქვენი პოზიცია ხო აი მხარის გადარწმუნება კი არა კიდევ ერთხელ დანუ ეროვნული ბანკის და დავასრულოთ ამით ესაკი ეროვნული ბანკის პოზიცია იყო რა და მიანაბლეც რატო ახსენა ბატონო მანანა ანუ რეგულატორის ამოცანა მომხმარებელია ვინც სიტუაციას ეხსიღებს და ასევე ამ კუთხით დაინახა მიანაბლის უფლების დაცვა რომ ჩვენ ბანკებთან ვადგენთ ისეთ რეგულაციებს რომ მან გასცეს მხოლოდ ისეთი კრედიტები რომელიც ამოღებადი იყოს რა თქმა უნდა მეტნაკლებობაზეა საუბარი რომ რაღაც კრედიტების უკაცრება გაცემული და ვერ ამოვა რომ მიანაბრებ შესაბამისად შემდეგ მისი პროცენტი მიიღოს ანუ ამ კუთხით იყო ნახსენები მიანაბრებ დანარჩენი ანუ მომხმარებლის უფლების დაცვა შემოვდივართ ვადგენთ რეგულაციებს რომ არ დაზარალდეს იმ კუთხით რომ აი ეს ნივთიც რო არ იყოს საკმარისი რაც უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩადებული შეიძლება ანუ თუ კი ეს ხელშეკრულება იქნება ძალიან მძიმე შეიძლება ბევრი რამ დაკარგოს და თქვა რომ ბანკებთან მიმართებით ვადგენთ რეგულაციებს რომლებიც ამ შემთხვევების დაგიყვანს მინიმუმამდე რომ ჯერ ისე ვაცემინებთ კრედიტებს რომ ეს ამოღებადი იყოს მე მგონი რაღაც აი ახსნა მიჭირს იმის რომ რატო მან ეროვნულმა ბანკმა რომ ეს თქვენთვის უფრო ნათელი გავხადო ანუ ბანკებთან არსებული რეგულაციები პრობლემური სესხები ამით დადის მინიმუმამდე ანუ არ იქნება საჭირო ნაკლებად იქნება რეალიზაცია საჭირო ქონების ან თუკი გახდა ქონების რეალიზაცია საჭირო ეს რო ეხოს სესხის თანხას შეიძლება იყოს შემთხვევები როცა მაინც არ ეყოფა და სწორედ ამ რეგულაციით სხვა ქონებიდანაც ამოიღებს მაგრამ ეს იქნება ცოტა კერძო პირებთან მიმართებით საერთოდ არ ვიცით რა ხდება და იქ შეიძლება იყოს ისინიც რომ აი ამნაირი რეგულაცია გადაუწესოთ როგორც ბანკებს აქვს ანუ პირიქით კი არა რომ სიტყვაზე ბანკებს რაღაცა აუგდათ არა იმათანაც რომ მოხსნათ ეს და იქაც იყო შესაძლებელი რომ მე სხვა ქონებიდან მოთხოვს
ანუ იქ მოხდებაო კატასტროფაო, ისეთი ხელშეკრულებები იქნება, ვინ რას ამოიღებს და რამდენ ქონებაზე გავაო, კაცმა არ იცის, ანუ ეს იყო პოზიცია, გასაგებია, მაგრამ კაკა. არა, თქო შეგვიძლია თქვა, რომ ეს რაციონალი სადაა და თქვენი პოზიცია, მაგრამ თვითონ მათი პოზიცია თუა გასაგები, ანუ მე თუ გადმოვეცი გასაგებად. გავიგე, უბრალოდ ჩემი აზრით, რაც მე მოვისმინე და ხო არსებობს ხდომის ოფისიც არის შეტანილი, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის წესი, რომელიც არის სამოქალაქო კოდექსის ზოგადი წესი, რომ უნდა მოხდეს ნივთის დაბალფასად რეალიზაციის გაყიდვის შემთხვევაში სესხის შეწყვეტა, ეს არის სადაა ნახსენები. თუ არ ყოფნის დაბალი ფასი არ არის, თუ არ ყოფნის იმ ფასად რეალიზაციის შეფასება, ეს წესი არის სწორი და მან თქვა, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულებაც პრინციპში ითვალისწინებს ამ წესს. მას არ უთქვია, რომ ეს წესი არასწორი არის და ბანკის მიერ რეგულირებადი სუბიექტებისთვის ჩვენ იმისთვის, რომ ეს რაღაცა მეანაბრეები დავიცვათ თუ რაღაცა ეს წესი გვჭირდება. არა. პირიქით, მიგვითითა მან ამ 1.5 პუნქტზე ფიზიკური პირის დაკრედიტების დებულებაში, რომ ეს არის სწორი. მან უბრალოდ მე ამაზე რომ შევეკითხე, რომ ეს მეანაბრეებს კი არ დაარტყავსო. ერთადერთი მან თქვა, რომ ხელმისაწვდომობას შეიძლებაო შეუქმნასო პრობლემა. სესხის ხელმისაწვდომობაც იყო ერთ-ერთი არა? ერთ-ერთი არა, ერთადერთი, იმიტომ რომ სტაბილურობასთან დაკავშირებით თუ გდებოდა სასამართლო ახლა როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე მოიმოქმედებს, მაგრამ სამი სხვადასხვა ფორმულით დაუსვი შეკითხვა და ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ არანაირ არც ფინანსურ სტაბილურობას, არც მეანაბრეებს და არც მათ პროცენტებს ეს რაღაცა როგორ გითხრათ, მაგათთვის უმნიშვნელო საკითხი არანაირ სტაბილურობას რისკს არ შეეძლება. ანუ ხარ საკითხი როგორ თქვას, რომ სტაბილურობას აშუქებს რა ბანკი გასაფული ხო? დიახ. ამ ფულზე ის ვისია ხო მეანაბრის ფული გასცა სესხად. დიახ. ვერ ამოდის ეს ხო? ანაბარზე ფული გადასახდელია ხო? თუ ის ფული არ ამოვიდა, რა თქმა უნდა ანაბარზე დასარის პროცესის პრობლემა შეექმნება. უბრალოდ აქ ალტერნატივები ან ასე უნდა იყოს, თორე მაშინ მაგმა რა უნდა ქნას, მაშინ პროცენტი უნდა გააზარდოს. ეროვნული ბანკმა თქვა, რომ ეს იმდენად მცირეა, ეროვნული ბანკისთვის და კომერციული ბანკებისთვის ეს ხო არ არის ძირითადი საკრედიტო პორტფელი. მან თქვა, რომ ეს იმდენად მცირეა, ციფრიც ახსენა თუ არ ვთქვი 1% და უფრო ნაკლები, რომ ეს ბანკს ისედაც არ ყოველთვის რისკები, თვითონ თქვა ასე თუ გნებავთ. ანუ თქვენ როგორ გაიგეჩნდება სხვა? აი ამ სარჩელის დაკმაყოფილება და დაგირევებული ნივთების რეალიზაციის წესის შესვლა ისე როგორც ეხლა ჩვენ ვითხოვთ, ეს არანაირად არ დაგირავებული იპოთეკაზეც არის საუბარი, ხო? იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხებია. უზრუნველყოფილი სესხების რეალიზაციის წესის შეცვლა არანაირ ბაზო ახლა კითხვა იყო ჩემი მხრიდან მაგ შემთხვევაში დასმული და კითხვა იყო იმ კონტექსტში, რომ მაგალითად აი ეს შეზღუდვები მაგალითად მოწესრიგდა ასე, აი პარლამენტმა გამოცხადდა ნორმები არაკონსტიტუციურად, ხო? სასამართლოს ერთადერთი რა შეუძლია ნორმა გამოაცხადოს, ცნოს არაკონსტიტუციურად გააუქმოს. ამის შემდეგ რა ხდება? შეიძლება დარეგულირდეს საკითხი როგორ? რომ შეზღუდვა მაგალითად აღარც იმ მევახშეებს აღარ კონდეს შეზღუდვა, მოწესრიგდეს იმგვარად, რომ ესე იგი თუ ვერ ფარავს რეალიზებული საგანი თავის თანხით და მევახშეც ამბობს, რომ მე სუბიექტი ვარ და კრედიტორი ვარ და სესხი მეტი გავეცი და ვერ დავიკმაყოფილე და ამ დროს მეორე ბინაც აქვს, მესამე მანქანაც აქვს და პირიქით ისე წავიდეს საკითხის რეგულირება, რომ მევახშეებიც გათანაბრდნენ ბანკებთან ამ შემთხვევაში და მიეცეთ სრული შესაძლებლობა. ეს თუ გამოიწვევს რაიმე, ასე ვთქვათ, რისკებს მეთქი იგივე საფინანსო, საკრედიტო სფეროში და მიპასუხა, რომ აი ეს, არაო, მე როგორც მახსოვს. ყოველ შემთხვევაში დააწვება ეს ალბათ, ეს სასამართლო მერე შეაფასებს იგივე ეს ჭარბვალიანობა, რაც არის, როგორც არის. თქვენ თვითონაც იცით ხო, რის გამო მიიღეს და რა იყო ამის ლეგიტიმური მიზნები, თუმცა ჩვენ თავიდან ვაფასებთ ახლა. ამას ახსნა განმარტებით ბარათში რაც იყო, რომ ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირება უნდოდა და ესო როგორც გითხრა ბანკმა, ძირითადი პრობლემაო ესო, იყო სწორედ მევახშეებთან. არ ვიცი მე როგორც მახსოვს, ესე ითქვა, ოფშიც ჩავხედავთ, ანუ მევახშეებთან მიმართებაში იდგაო ეს პრობლემაო და ამიტომ დაგჭირდაო რეალურად ეს რეგულაციები, იმიტომ რომ ბანკებთან კონკურენციის საკითხებით, სხვადასხვა საბაზრო, ასე ვთქვათ, წესების საკითხებით ისედაც პროცენტიც დაბალი იყო, რაც განაცხადა.
მაშინვე დაბალი იყო, ეხლაც უფრო დაბალიაო და ეს რისკებიცო ბანკიდან აღებული სესხთან მიმართებაში უფრო ნაკლები აქვთო სესხებლებს, ვიდრე შეიძლება ქონდეთ მევახშეებთანო. ყოველ შემთხვევაში ის რაც როგორც მე პირადად როგორც მოსამართლემ გავიგე, ასე ითქვა. ამ შემთხვევაში აი თქვენი არგუმენტებიც გასაგებია, რა თქმა უნდა, სასამართლო ამას შეაფასებს, მაგრამ კითხვის დასვანებდა კიდევ ერთხელ, თქვენ სვავდით კითხვას თუ? არა, რა ვიცი ეს კითხვა არის თუ არა რაციონალური და ალბათ. კი ბატონო და იგივე თქვენი პოზიცია გვაინტერესებს, მეტი შეიძლება მე გავიგე, რაც პატრიცებს სასამართლოს პოზიციას ამ შემთხვევაში უბრალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია სწორედ ეგაა, როცა დიფერენცირებას ვეხებით ჩვენ რომ ანუ გამოდის რომ აგერ შეემარცხნებელი ალეკო რო წავიდეს ეხა ბათუმში და მევახშესთან დააგირავოს მანქანა მასზე გავრცელდება სამართლიანი წესი რომ $7,000 თუ აიღოს სესხი და $7,000 მანქანა გამოიყვანა ვერ გადაიხადა სესხი მისცა ის $7,000-იანი მანქანა უკან და დამთავრდა სამართლიანია გასაგები არის რომ ვერ მოგეცი $7,000 ამიტომ ახლა ეს $7,000-იანი მანქანა შენ უკან მაგრამ TBC ბანკისგან რომ გააკეთოს იგივე ოპერაცია ან Liberty ბანკისგან მაშინ $7,000-იანი მანქანაც უნდა დაუბრუნოს და კიდე $6,000 უნდა დაამატოს ზევიდან. ეს რო ეხა უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ეს ორი აზრი არ არის, ოღონდ ვერანაირად ვერ დავინახე მე არგუმენტი, რატო რა ლეგიტიმური ინტერესი არსებობს და რა დიფერენცირების ნიშანი არსებობს, რომ ბანკს ეს უფლება მივცეთ, რაც მევახშეს არ აქვს. ერთადერთი ჰიპოთეტური რაც ნუ ახლა ისე ვიმეორებ და აღარ მინდა გამეორებ. ვერ დავინახე მე რომ აი მევახშესთან ალეკოს რატომ უნდა ქონდეს ეს სამართლიანი წესი და ბანკმა რატომ უნდა გააწყალოს ორჯერ. მანქანას წაართვას და ფულიც. გავიგე, მაშინ ეხლა ეს კითხვაც მინდა რომ დაგისვათ, იმიტომ რომ ნახეთ ისე არის მოწყობილი ჩვენი სამოქალაქო კოდექსი, რომ სამოქალაქო ურთიერთობები, რომ ეს სასესხო ურთიერთობები შეიძლება დამყარდეს კერძო პირთანაც, როგორც ბრძანეთ, კერძო მევახშესთანაც და ბანკთანაც, ხო? ამ შემთხვევაში თუ არ ვიცი აღმოჩნდა რომ მევახშესთან უკეთესი პირობებია, მოდი ესე ვთქვათ. ის რომ უფრო დაცული გამოდის ის ქონება და აი თუ ვერ გადაიხადე იმ ქონებაზე მეც არ წაიღებს. ხო იძლევა კანონმდებლობა იმის შესაძლებლობას, რომ სესხებლები, აი თქვენი მარწმუნებლის მდგომარეობაში მყოფი პირები თვითონ იღებდნენ გადაწყვეტილებას, ვისთან შევიდნენ ამ სასესხო ურთიერთობაში. ანუ მათ ხომ შეუძლიათ მაშინ ეს რომ ეს თანხა მოიძიონ ზუსტად მევახშესთან და არ დადონ ბანკთან ეს კაბალური ხელშეკრულება, თუ მათ მიაჩნიათ რომ ეს კაბალურია და ნამდვილად ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს, ქონებას ართმევს ასე შემდეგ. იძლევა საშუალებას კანონი რომ მევახშესთანაც დადოს, ხო, იგივე დაუშვათ ეს გირავნობის ხელშეკრულება. მაშინ აიცით რა უნდა დაანახოთ სასამართლოს რომ მოქმედი რეგულირება ზოგადად აი საკანონმდებლო სივრცე ბაზა ისეთ კაბალურ პირობებს ქმნის რომ სესხებლები იძულებული ხომ არ ხდებიან რომ მაინცა და მაინც მივიდნენ და ბანკთან შევიდნენ სასესხო ურთიერთობაში. აი თუ თქვენ დაგვანახებთ რომ აი ისეთია მოწესრიგება ზოგადად ამ სფეროში საკანონმდებლო სივრცე ისეთია რომ მოქალაქეები, ფიზიკური პირები, სესხებლები გამოუვალ მდგომარეობაში არიან და იძულებული არიან რომ მივიდნენ მაინცა და მაინც ბანკთან და იმასთან დადონ ხელშეკრულება და არა მევახშესთან, რომელიც თურმე უკეთეს პირობებს თავაზობს. შეიძლება ეს იყოს პროცენტის თვალსაზრისითაც, შეიძლება ეს იყოს თუნდაც აი ამ გირავნობის ნივთის საბოლოო ჯამში ნივთით აი ამ ვალის შემოსაზღვრის პირობითაც. მაშინ ყველა მსესხებელი ხო თანაბარ მდგომარეობაშია, ახლა ყველა მსესხებელს სურს რომ მიიღოს დაბალ პროცენტში თანხა და დაცული იყოს მათი ნივთები, დატვირთული ნივთები. ყველას აქვს ერთი ინტერესი. ამ სესხებლებს აქვთ არჩევანი ან მივიდნენ ბანკთან, ან მივიდნენ მევახშესთან. ამ ხრივ ხო კანონი თითქოს ერთის მხრივ ნეიტრალურია, ხო? თუ შენ არ გინდა რომ მოექცე, მოდი ასე ვთქვათ უხეშად, საბანკო მარწუხებში, შეგიძლია მიხვიდე მევახშესთან და იქ დადო ისეთი შეთანხმება, რომელიც შენთვის მისაღებია.
და არ იყო დატვირთული ამ ბანკის რაღაცა მოთხოვნებით, ხო? ასე თუ შევხედავთ, მაშინ სასამართლოს ის ხომ არ უნდა დაანახოთ, რომ ისეთი ტვირთი და სიმძიმეა ზოგადად აი ამ რეგულაციებში, რომ იძულებული ხდება თქვენი მარწმუნებელი, რომ და მათ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომ მაინცსა და მაინც ბანკებს მიაკითხონ და არა მევახშეებს. ქალბატონო მოსამართლეო, გასაგებია არის თქვენი შეკითხვა. ხო მივხვდით, აი სასამართლო რის გარკვევას ცდილობს თქვენგან. როგორ არ მიგიხსნით, ეგ საკითხი იმ დროიდან არის პოლიტიკური პოლემიკის საკითხი, რაც ესხები 10-15 წელია საქართველოში პოლიტიკური დებატების ერთ-ერთი მთავარი თემაა და სულ მაგას მეუბნებიან ჩემი ოპონენტები, ახლა როცა მოვალეებს მიცავ, რომ რას იღებდა სესქს ვაბავ, რას მიდიოდა. ჩვენ ეს სამართლებრივად გვაინტერესებს. სამართლებრივად ვიცახე, მეც ქალბატონო პოლიტიკურად აქ არ გვაინტერესებს. ეხლა თქვენ რა შეკითხვას დასვით, მაგის პასუხი მე კი არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელსაც გაუჭირდება და მთელი საბანკო ექსპერტების ჯგუფი უნდა რატომ? ერთი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას, ადამიანი მივიდეს ბანკში, მივიდეს მევახშესთან თუ მივიდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ფაქტორების ბევრი ერთობლიობაა, დაწყებული პროცენტიდან, დაწყებული უზრუნველყოფიდან, დაწყებული სისწრაფიდან. აი შენ თქვენ როდესაც გინდათ რომ რაღაცა პროდუქტი მიიღოთ, კი, მევახშესთან შეიძლება გააკეთოთ ეგ პროდუქტი რაღაცა პირობებით, უკეთესი პირობებით, მაგრამ ის რა ქვია, მოგოსტში შეგიძლია მიხვიდეთ 15 წუთში გაძლევს სამსას. ფაქტორების ძალიან ბევრი ერთობლიობა არის და ამიტომაც ის რომ საბანკო სექტორს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რაღაც თვალსაზრისით გააჩნიათ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა სესქების გაცემაზე, რა ვიცი, ეს ამას ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ სტომაზე ვერ წარმოგიდგენთ ამის წერილებით მტკიცებულებებს, მაგრამ მგონია რომ ეგ აქსიომაა. ბოლო-ბოლო ბილი და საღამომდე რეკლამები მიდის მაგათი და მევახშეებთან ესეთი მევახშეების ოფისებიც კი იშვიათობაა, სხვა ტიპის შუამავლობის საშუალებით ხდება იქით ხელშეკრულებების დადება. საერთოდ იქ ცალკე თემა არის, რომ მაგალითად უძრავ ქონებაზე მევახშეებს ეხლა შეზღუდული აქვს საერთოდ ხელშეკრულებების დადება და იქ ამიტომ კითხეთ მე გირავნობაზე და არ ვიკითხე უძრავ. კი ბატონო, გირავნობასთან დაკავშირებითაც, მანქანებთან დაკავშირებითაც არც ვიცი ეს მევახშეების სექტორში მანქანების ის იშვიათად გამიგია. არის, მაგრამ ეს ბიბული არის პირდაპირ ავტობაზარი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მეტი ის აქვს, რა ქვია. ყოველ შემთხვევაში მაგ არგუმენტზე მე პასუხს ვერ გიპასუხებთ, ეხლა ფაქტია რომ მიდიან ბანკებში და ფაქტია რომ მიდიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და იქიდან იღებენ სესხებსაც და იქიდან იღებენ მათ შორის აი ამ გირავნობისა და ლიზინგის ფორმით მოძრავ ნივთებსაც. კი ბატონო და ერთსაც კითხავთ, აი ის რომ თქვენ ბრძანებთ, რომ აი სწრაფია, ასე ვთქვათ, უფრო ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომია, ეს არგუმენტები ეროვნულმა ბანკმაც დაგვისახელა და ასევე თქვა, რომ თუ ეს ასე ვთქვათ, გარკვეული გარანტიები არ ექნებათ ბანკებს ზუსტად იმ სახით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ისინი შეძლებენ დაიკმაყოფილონ მოთხოვნა მიუხედავად იმისა, ის გირავნობის თუ იპოთეკის ნივთი გაიაფთება, ვერ გაიყიდება თუ ასე შემდეგ. სწორედ ეს ხომ არ აძლევს მათ იმ შესაძლებლობას, რომ სწრაფად გასცენ სესხი, ასე ვთქვათ, ასე თუ ისე ფაქტობრივი მონაცემები და მოცემულობა რაც არის, ის პროცენტი უფრო დაბალი რაც არის, ვიდრე შეიძლება მევახშესთან იყოსო. ეს სწორედ ამით ხომ არ არის დაზღვეული უფრო მეტად, სწორედ ამ რეგულაციით, რომ ეს ხელმისაწვდომობა შედარებით დაბალი პროცენტი ყოველ შემთხვევაში რაც არისო და თუ ეს რეგულაცია და ეს გარანტიები არ ექნებათო, მაშინ შეიძლება უფრო გაიზარდოს, ასე ვთქვათ, პროცენტით, შეიძლება სესხიც არ გახდეს ისეთი ხელმისაწვდომი და უფრო გამკაცრდეს მოთხოვნებიო, იმიტომ რომ ბანკმა უფრო შეაფასოს ეს რისკები და უფრო დაიზღვიოს თავიო. ნუ ამაზე პასუხები გაგვცა ბანკმა და უბრალოდ სასამართლომ რა თქმა უნდა ყველაფრის აწონ-დაწონვით და შეფასებით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და აი ამ არგუმენტზეც რომ გაგვცეთ პასუხი, თქვენ თვითონ ხო ბრძანეთ, უფრო ხელმისაწვდომია, ხელმისაწვდომობაზე გაგცემ ზუსტად პასუხს და იქნება ამას აზღვევს ზუსტად ის რეგულაციები და ეს ბრძანა ეროვნულმა ბანკმა რომ ამას აზღვევსო და რატო არ აზღვევს, მაშინ ეგ გითხარი. ხელმისაწვდომობაზე გიპასუხებთ, უბრალოდ მანამდე მინდა ვთქვა, რომ მე ფიქრობ, აი შუამდგომლობები ალბათ დაგვიანებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ მოგვესმინა ეროვნული ბანკის წარმომადგენელისთვის, იმიტომ რომ ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა ორივე საკითხზე თქვა, რომ ისედაც ეგრეა, ისე მე ესე გავიგე და აი დიდი სიამოვნებით მეორედ მოვუსმენთ, რომ პროცენტზეც ისედაც ჩვენ მაგაზე მაღალი პროცენტს არ ვაძლევთ ეროვნულ ბანკებს და მაგ რეგულირება რო დაწესდეს, კი ბატონო, ოკეი, ისედაც მაგ ზღვარზე არიან
და დაგირევებულ ნივთებთან დაკავშირებითაც თქვა, რომ ისედაც ეგრეა ჩვენი რეგულირებით, ეგრე უნდა იყოს და არანაირ პრობლემას ამაში არ ხედავთ. და არანაირ რისკს ფინანსურ სტაბილურობას არ შეუქმნის. ერთადერთი მან თქვა, რომ ისიც არა თბილისში, არა ქუთაისში და არა ბაზრის ძირითად ნაწილზე, არამედ სადღაც პერიფერიებში შეიძლება ხელმისაწვდომობა შემცირდეს სესხზე, სადაც ლიკვიდურობა მოძრავი ნივთის ნაკლებია. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არის თუ არა კანონის ლეგიტიმური მიზანი. დიახ არის. და 3 წლის წინ ამ პარლამენტმა, უბრალოდ ამის წინა პარლამენტმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს შემადგენლობა იგივე არის 99%, მიიღო კანონი თქვენ ძალიან კარგად იცით სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები, რომლითაც აკრძალა ფიზიკური პირებისათვის საცხოვრებელი ქონების იპოთეკით დატვირთვა და ამით რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა შემცირდა და ძალიან შემცირდა. ამას ალბათ არც პარლამენტის წარმომადგენელი არ ვაკობს და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი რო იყოს აქ, ისიც დაადასტურებს. კრიტიკულად შეამცირა ამან ბაზარზე იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობა და ამიტომ თქვენ იცით ეხლა რომ ნასყიდობა გამოსყიდვის ხელშეკრულებებით ფორმდება იგივე შინაარსის ურთიერთობები. ანუ ის რომ სასტორის სპინაზე, როდესაც დევს სამართლიანობა და ხელმისაწვდომობა, ძალიან ხშირად სწორედაც რომ სამართლიანობის სასარგებლოდ აკეთებს კანონი თავის არჩევანს, დიახ კანონმა თქვა რომ შემცირდეს ჯობია ხელმისაწვდომობა ასეთი ტიპის სესხებზე, ვიდრე მერე კუჩაში დამრჩეს, რა ქვია, საქართველოს მოსახლეობის ნახევარი. ისე ეხლა ძველ კანონმდებლობას ხშირად ვეხები ხოლმე და ვენციელი ვაჭარი ყველა მიცით და ყველაზე ეფექტური ხელმისაწვდომობისთვის ის იყო გულს რო აცლის სესხის იმისთვის, რა ქვია, ამოსაღებად. მივუცეთ ბანკებს უფლებას, რომ გული და ქირკველიც ამოაცალონ ჩვენ მოქალაქეებს და მერე ნახეთ როგორი იქნება სესხების დაბრუნება, კიდევ უკეთესი. ამიტომაც სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა საქართველოს პარლამენტმა და მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა როგორც ლეგიტიმური ინტერესი, რომ კი ჯობია რომ არ მივცეთ ამ ადამიანს ეს სესხი, როდესაც ვიცით რომ ის იმას ვერ გადაიხდის ან ისეთი პირობებით ვერ გადაიხდის და ჩაიწერა ეს კანონში, მუხლი არ მახსოვს, მაგრამ ნუ დარწმუნებული ვარ რომ 280 ბანკებს შეუძლიათ. არა, ბანკებს შეუძლიათ, მაგრამ ფიზიკური პირები უფრო დაწერა შეზღუდვა. ანუ ხელმისაწვდომობა შეხოთ, გოდიშ, ბაბა. არა, სწორად აბსოლუტურად არაფერი საპოლემიკო არ არის, აბსოლუტურად სწორად განაცხადა, მაგრამ ხელმისაწვდომობა ხო შეზღუდა, მაგდროულად სამკი გავასაჭიროეთ ბანკებს რომ ამას გამონაკლისი გაუკეთეს, მაგრამ ხელმისაწვდომობა ხო შეზღუდა, კანონის ლოგიკა ხო ეს იყო, რომ მირჩევნია რომ არა იყო შენ სესხი. თუ ვერ იხდი და თუ გადახდის უნარო ხარ და ვერ გადაიხდი, იმიტომ რომ ბოლო საცხოვრებელი არ დაკარგო, მირჩევნია არ აიღო. შეიძლება ეს იყო ხო ლოგიკა? იმიტომ რომ სესხი აიღოს გადახდის უნარიანმა პირმა, ამას ვსაუბარი. ამიტომაც აქაც ლოგიკა ის რომ ხელმისაწვდომობა შეიზღუდება იმ შემთხვევაში თუ შემოვა ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ სამართლიანი რეალიზაციის წესები რაც სხვა შემთხვევებში არის დადებული. კი ბატონო შეიზღუდოს ხელმისაწვდომობა და ეხლა ვიღაცას როგორია რომ ის რა ქვია აიღებს ეს $7,000 და მე $13,000 გადასახდელი, ჯობია რომ ეგეთი სესხების ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს და ამისი პრეცედენტი კანონმა იმ 294 მუხლით უკვე დაადგინა ერთხელ ნუ იპოთეკებს ეხება ის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? თქვენს შეფასებულობა პარტიას ბატონო, შეკითხები გაქვთ. კარგი, ვის რო დავყვდით, ბატონო გახარ. ითქვა. პასუხს. მე რას დაგიშვით? გარდა თანასწორობის უფლების ამიტი რა სხვა ინტერესი ხო არა? კი ბატონო, მე მონიშნული მაქვს და ბანკს ძალიან მოკლედ კიდე სხვა საკითხებიც რაც მონიშნული ქონდა, გეტყვით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ აქ არა მარტო მე-11 მუხლით დაცული სიკეთე არის, არამედ მიუხედავად იმისა, რომ მეორე თავში 2 მუხლზე გავაკეთებ აპელირებას, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მუხლი არ არის მეორე თავში კონსტიტუციის მაინც, ეს არის კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს არის სოციალური სახელმწიფო. და საქართველოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არის და ეს პარლამენტის წარმომადგენლებმაც არაერთხელ გააცხადა წინასწარმოზე, რომ ჭარბვალიანობა არის დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი, თუ არა ყველაზე უფრო მთავარი პრობლემა, იმის გამო, რომ 400,000 ადამიანი არის შეტანილი მოვალეთა რეესტრში, ეს არის ჩვენი ქვეყნის დაზრული მოსახლეობის 25%-ზე მეტი და თუ ოჯახებზე გავამრავლებთ, საერთოდ თითქმის მთელი მოსახლეობა გამოდის. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში დაცული სიკეთე არის სწორედ ის, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და საქართველოს სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზნადაა გამოცხადებული, რომ მოსახლეობა არ უნდა მოხვდეს ფინანსურ კაბალაში, მით უფრო ყველა ძალიან კარგად ვიცით მე რა არის შემდეგი ნაბიჯი, ჩვენ რო ვამბობთ ესე არ არის, რომ ბანკმა მეანაბრეს გადაუხადა პროცენტი, ეგ ერთი მხარე არის, მეორე მხარე არის, რომ ამ იმას რა ქვია, ბინა რო გაუყიდეს, იტალიაში უნდა წავიდეს და ვიღაცას მოუაროს.
ეს სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ როცა მე-11 მუხტთან მიმართებაში ვდაობთ, არა მარტო თანასწორობის ფორმალურ პრინციპზე ვდაობთ, არამედ ვდაობთ იმაზე, რომ რეალურად ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პირდაპირ კაბალაში და მონობაში იმყოფება ჩვენ ქვეყნის მოსახლეობა. თუ შეიძლება დავიზუსტოთ და რომ გავიგოთ. დიახ. ანუ ჩემი კითხვა რა არის? დიახ. ხარი ვარ. აქა საუბარი უკიდან ბანკია, მევახშია, კომპანია, საერთოდ შეიძლება ის არის, ხო? სხვადასხვა ფორმა გქონდეს ამ ყველაფერს, კითხვა იყო, რომ იმის უფლება, გარდა იმისა, რა თქვენ რაც თქვით ეს გასაგებია, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ახსენეთ, კითხვა რა იყო, ჩვენ გვაქვს არაერთი ურთიერთობა, ხო? სესხის ან კრედიტის გამცემი, ანუ პირი, რომელმაც გარკვეული საზღვაო პროცენტით, უპროცენტო სხვადასხვა პროცენტით გარკვეული თანხა მისცა მეორე პირს, ხო? გამოვიყენო უზრუნველყოფის საგანი, რომ აი ის რომ ვიცით რა, მე თუ დამჭირდა, გამიჭირდა დაბრუნება, აი ამ სესხის თანხა თქვა 10,000 ლარი პირობითა და ვიყენებ უზრუნველყოფის საგანს, რომ თუ კი გამიჭირდა დაბრუნება, აი ამით ხარ დაზღვეული თან, როე, ვარი 10,000 ხო ჩემი. შეიძლება 20-იც შევდები პროცენტით. ხო? ამიწყეთ 10, მოდი 10. და ვერ გადავიხარება. და თხოვს პირი, რომ ჩემი ფული დამიბრუნე, რაც ვერ გება ამ ხელშეკრულებით. ეს რეგულაცია ამბობს, რომ მევახშესთან მიმართებით ამ ფულს ვერ იბრუნებ. მხოლოდ უზრუნველყოფისაგან რაც გამოიყენებ, შეიძლება იმის რეალიზება მოახდინო. თუ მეტი იქნა თანხა რეალიზების შედეგად შენ ფულს ამოიღებდა და არჩენი პატრონს დაუბრუნდება, თუ ნაკლები იქნა ის მილიონერიც რო იყოს კიდე ამის მიღმა შენ ფულს ვერ იღებ უკან, ხო? კითხვა ეს იყო, საქართველოს კონსტიტუციაში არის თუ არა რაიმე უფლება, რომელიც პირს ამის უფლებას აძლევს, რომ რაღაც პირობებისას, რაღაც შემთხვევაში, რაღაცა იმის ანუ რაღაცა კონსტიტუციური უფლებებიდან გამომდინარე ფული ავიღეს სესხად, მაგრამ უკან არ უნდა დავაბრუნო. ანუ ეს და იხლა ეს იყო და თქვენ ამბობთ, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, ანუ თვითონ აი მეორე მხარეს. არა, სახელმწიფომ რომ თქვას, რომ ესეთი რეგულაცია იყოს, რომ ვიცით რა, აგერ მე გადავიხდი ამ ფულებს, რაღაცებს და ეს არის ეხლა რა დაუკავშირებს კიდე სხვა, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გამსესხებელს ურჩევს ვალდებულებას, თუ კი მისი კონტრაჰენტი თანხის დაბრუნებას ვერ ახერხებს, დიახ, მას არ უნდა მოსთხოვოს, არის სწორად გავიგე, ეს იყო პოზიცია. დიახ, ზუსტად ეგ არის, მე დავამატებ, კიდე კონსტიტუციის 26 მუხლის მე-4 პუნქტში წერია, რომ მომხმარებელთა უფლებები დაცული არის კანონით. თქვენ როგორც ვწადებთ მეუბრალოდ შინაარსს ეგრე რომ მე ვალს არ გიბრუნებ, მე ესე არ განმარტავდი ამას და რატო? ჯერ ერთი ეგ პრინციპი ჩემი მოგონილი არ არის და ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის მოგონილი არ არის, კანონმდებელმა ჩადო სამოქალაქო კოდექსში, ხო? ეხლა თქვენ ისე ამბობთ, რომ ვითომ ჩვენ ვიღაცის გადაგდება მინდა. არა, კანონმდებელმა თქვა. ამ შემთხვევაში კერძო გამსესხებელზე, რომ როდესაც არის ჩადებული უზრუნველყოფის საგანი და ის უზრუნველყოფის საგანი ვერ გაიყიდა, სესხი შეწყდა. ხო, მაგრამ მევახშემაც რომ მოგმართოს ხვალ მაგალითად. აი მოგმართა კონსტიტუციური სარჩელით, ხო, არ ვიცი. და თქვა, რომ ეს რო არის ჩადებული, აი ბანკებთან მე არათანაბარ მდგომარეობაში ვარ, მე ვერ დავიბრუნე, იმიტომ რომ ან გაუფასურდა ის საგანი, არც გადამიხადა ვერც იმ საგნი და ამ დროს აქვს სხვა ქონება და მე არა მაქვს საფუძველი, არა მაქვს სამართლებრივი საშუალება, რომ მომთხოვო, არა და ჩემი საკუთრება იყო ის თანხა. მისი საკუთრება იყო და გასცა და ვერ იბრუნებს. მას ხომ არ აუკრძალავს ვინმე რომ სარჩელით მოვიდეს სასამართლო. არა, არავინ არ აუკრძალავს, მე მოგახსენებთ მაგაზე. აი ამ კუთხით, აი იმის უფლება. ჯერ მე ბატონ თემურს უპასუხე იმაზე, რომ ბატონმა თემურმა ისე სწორად გამიგეთ, ისე გამოვიდა, რომ მე ვითხოვ ამას. არა, საქართველოს პარლამენტმა თავისი უმრავლესობით დაადგინა, რომ ეს არის სწორი წესი. ბატონო, საქართველოს პარლამენტმა რა დაადგინა, ხო ერთად კითხულობთ, ამასთან დაკავშირებით. კი. არავის მე მგონი ბუნდოვანების არა, წერია რომ თუ ხო, არავის არ შექმნია, რომ რაღაცა თითქოს შეიძლება აი რაღაცა მრავალაზროა. ეს პარლამენტმა დაადგინა, პარლამენტმა ესეთი დაადგინა, პარლამენტმა დაადგინა. შეიძლება ეს დადგენილი არა კონსტიტუციის შესაბამისი, ან არა სანამასი არავინ გაასარჩივრებს პრეზუმპცია არსებობს. ჩემი კითხვა იყო კონსტიტუციიდან გამომდინარე. გიპასუხებთ მაგაზე ჩინაარსობრივად, ოღონდ
მე იმისი თქმა მინდა რომ ეგ წესი რომ როდესაც უზრუნველყოფილი ნივთი არ ფარავს იმას რა ქვია სესხის ოდენობას და სესხი წყდება ეს არც ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის აღმოჩენა მეცაც გეტყვით არც ჩვენი სამოქალაქო კოდექსის აღმოჩენა არ არის წინა სხდომაზე წერილობითაც დავტოვე კალიფორნიის სამოქალაქო კოდექსი და უმრავლესობა ქვეყნების სამოქალაქო კოდექსები იცნობს ამ ინსტიტუტს რატომ ზუსტად იმიტომ რატომაც ახლა შინაარსობრივად ვიტყვი რატო არ მგონია მე რომ ეგ არის ძარცვა იმისი რა ქვია ამ შემთხვევაში გამსესხებლის ძარცვა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმაც განაცხადა და ისედაც ვიცით აქ ჩვენ რომ შინაარსობრივად ასე არის რომ რისკს მე ვაფასებ ხელშეკრულების ორივე მხარე აფასებს რისკს მე ვაფასებ როდესაც უზრუნველყოფის საგანს ვიდებ მე ვაფასებ რისკს რომ ესე იგი რამდენი არის ამისი დაბრუნების ასე ვთქვათ ალბათობა და განსაკუთრებით მე მგონია რომ აი რასაც თქვენ ბრძანებთ რომ გამსესხებლის ინტერესები ხო არ ილახებაო განსაკუთრებით იმიტომ არ ილახება რომ გამსესხებელს კანონი პლუს აძლევს ამ ნივთის რეალიზაციის თავისუფლებას ეს რო იყოს ასეთნაირად რომ ეს ნივთი აუცილებლად საბაზრო ფასში იყიდებოდეს დაუშვათ და ამის შემდეგ რჩებოდეს ვალი ხო მაგრამ მოდი თქვათ სიმართლეს რეალურად რაც არის რეალურად მე $7,000 სესხში მივიღე $7,000 ანი მანქანა და კიდევ ვითხოვ $6,000 ანუ ის შემთხვევა კი არ არის რომ მე ვალს ვერ ვიბრუნებ თქვენი ლოგიკით რა გამოდის ახლა ჩემი კითხვა განსხვავება და დაუბრუნდები მაგრამ ანუ უზრუნველყოფილი სესხის დროს ამ სესხებელი უფრო სულ მდგომარეობაშია ვიდრე არაუზრუნველყოფილის იმიტომ რომ სულად ჩავიდებდი მანქანას და თუგი არ გადამეხდი და თავის დროზე მანქანასაც მოვთხოვდი ბინასაც მოვთხოვდი და თუ რამე იქნებოდა ყველაფერს პირველივე სარჩელის შემთხვევაში დავაყადაღებიებდი და არაფერი არ შემდგა არ არის ვიდრე იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გითხარით რეალიზაციის თავისუფლებას ანიჭებს ეს მუხლი გამსესხებელს იმ შემთხვევაში რეალიზაციას არ ეხება ეს მუხლი არ ეხება მაგრამ ხო ბლანკეტური ნორმა არის სიტყვა დამგირავებელი არის ნახსენები და დამგირავებელს აქვს დაგირავებული ნივთის თავისუფალი რეალიზაციის უფლება თქვენ რო ამბობთ არაუზრუნველყოფილ სესხებზე მაგალითად თქვენი ვალი რო კონდეს ვიღაცას თქვენ ვერ გაუყიდით ესე სახლიდან ვერ გამოულაგებთ ნივთებს და თქვენ რო აკა საუბარი მოთხოვნა მექნება უდლიან გონებაზე მივალსას ფარდათებო უბრალოდ წინადადება დავამთავრებთ თქვენ იძულებული იქნებით მიმართოთ სასამართლოდ მიმართოთ ამსრულებას შეაფასოს და თუ აქ სახში პიანინო $800-იანი გაუყიდოთ $800-დან $600 და მოგირავნეს აქვს ის პრივილეგია რომ ის პიანინო გაუყიდოს არა $800-დან არამედ $20 მაგრამ ეგ ამ ნორმით ხომ არ რეგულირდება კი სიტყვა მოგირავნე როდესაც არის ნათქვამი ქალბატონო მანანა არა მოგირავნე ერთია რომ გახადა რეალიზაციის ეს აი თქვენ რომ დამჭირდეთ 270 აი რაღაცა ამ საკითხის გადასაწყვეტად აი კონსულტაციაზე რომ მოვიდეს პირი და გითხრათ რომ აი სიტყვაზე ვაპირებ გირავნობის გაცემას რაღაცას და აი როგორი არის მე რეალიზაციის წესი საერთოდ 276-ს ახსენებ მონახავთ ნორმას სადაც არის ეს ყველაფერი რეალიზაციის წესები და ხო ამადამ კანონის ამადამ ნორმის მიხედვით თქვენ გეკნებათ ეს შესაძლებლობა რეალიზაციის ხო როგორც თქვენ ამბობთ რომ გამოვიტანდა გაუყიდის ხო 276 ამ ურთიერთობის გადასაწყვეტად ხო არა ბანთებო კი მაგრამ ლოგიკა როდესაც კავდებელმა ჩადო რატო წვეთს უზრუნველყოფილი ნივთის რეალიზაციის შემთხვევაში სესხს იმიტომ რომ იგულისხმება რომ შენი პასუხისგებლობა არის ხო სხვა მუხლში არის გასაგებია ბლანკეტურად მაგრამ თვითონ ყიდის აღმასრულებელი ხო ყიდის აუქციონზე ხო არ ყიდის შენ თვითონ ყიდი და შენ თო რა აი შორტსეილების მაგალითი რომ მოვიყვანეთ კალიფორნიის კოდექსიდან კიდე შენ თვითონ ყიდი მე შენ მოგეცი $7,000-იანი მანქანა და ეხა გინდა 1000-ად გაყიდე გინდა 25,000-ად შენი პასუხისგებლობა არის ესა რადგანაც მოგირავნე ხარ გასაგები თორე ამას რომ სახელმწიფო ყიდიდეს და ბაზარი ყიდიდეს და მე რედაქციის ვარ მაშინ ოკეი კი ბატონო და აი ჩემი თქვა მაინც კიდე დავაზუსტებ ცოტა სხვა კუთხით იყო დასმული აქა საუბარი ეს სესხების ძარცვა არა ამ შეფასებებს სასამართლო თავისთავად არ გააკეთებს აქ კითხვა რა იყო ხომ არა აქვს პირს რაიმე კონსტიტუციური უფლება რომ დიახ სახელმწიფოს მოსთხოვს ესეთი რაღაც აი მაგალითად საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით პირს აქვს უფლება რომ სასამართლოს სახელმწიფოს მოსთხოვს რომ დაადგინე ისეთი საკუთრებითი წესრიგი სადაც ეს ურთიერთობები სამართლიანობა დარეგულირებული ხო აი ამასთან დაკავშირებით ხომ არა აქვს რომელიმე კონსტიტუციური უფლება თქვენ სოციალური სახელმწიფოს პრინციპია ახსენეთ კი ბატონო ახსენეთ მოყარებათა უფლებები დაცულია თუ შეიძლება აი აქედან დაგვანახეთ რომ აი ამ ორი უფლებიდან
რანაირად შეიძლება იმის ამოკითხვა, რომ აქ რეალიზაციებს კიდევ ერთხელ თავი დავანებოთ, აქა სესხის მოცულობაზე, ხო? საუბარი, ანუ განსაზღვრაზე, რომ თუ კი მოხდა რეალიზაციის საგნის, ანუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ეს არ იყო მის დაფარვა, თქვენ რომ ბრძანეთ $7,000 შეიძლება 7 კი არა 12-ად გაიყიდა. მოიმატა ფას მამარას ეს უკვე 17-ია ნახტარი. ხო? ანუ რამაძლევს იმის უფლებას, რომ სახელმწიფოს მომთხოვ, რომ შენ აი ეს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში შემოდი, ჩვენს ნებაზე არ შეგიძლია დატოვო, თორე თუ დატოვე კონსტიტუციას დაარღვევ, იმიტომ რომ კონსტიტუცია მე რაღაც უფლებას მაძლევს და ეს უფლება ისეთია და შემოდი და თქვი, რომ შეიძლება ჩემი მოთხოვნები მეტი იყოს, უბრალოდ ვალდებულებები მეტი იყოს ამ სესხების მიმართ, მაგრამ შენ ეს უნდა შეამცირო და ჩამოიყვანო თქვა უზრუნველყოფის საგნის ღირებულება. ჩემი აზრით ამ უფლებას იძლევა 26 მუხლის მეოთხე პუნქტი, რომ ალეკო კოხია $6,000 როა აღებული, $13,000 არ უნდა გადაახტევინოს არც ერთმა სუბიექტმა. როგორც საქართველოს მოქალაქეს 26 მუხლის მეოთხე პუნქტი ამბობს, რომ მისი მომხმარებლის უფლებები უნდა იყოს დაცული. 6,000 შეიძლება გადაიხადოს 7,000, 7,500, რაც არის ეროვნული ბანკის პრაქტიკით დადგენილი, მაგრამ არა ორმაგი. მე ესე მესმის 26 მუხლის მეოთხე პუნქტი. იყო კითხვა და გავიგეთ. კი ბატონო.